მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს არხის გამოწერისთვის, კომენტარებისთვის. ჩემო კარგებო, მე აუცილებლად გავაგრძელებ ასეთი ფორმატით გაშლას კითხვა, დასვათ კითხვას და შემდეგ ჩავწერ თქვენს კითხვებზე ვიდეოს, რომ შეძლოთ თქვენთვის საინტერესო საკითხებში გარკვევა. ამას გავაკეთებ აუცილებლად, ამიტომ გავაგრძელებ ამის კეთებას აუცილებლად, ამიტომ გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოგეპაროთ ჩემი შემდეგი გაშლები და თქვენთვის საინტერესო კითხვებზე შეგეძლოთ პასუხის მიღება, ჩემო კარგებო. დღეს მინდა გავაკეთო გაშლა, რა არის ამჟამად თქვენთვის დაფარული, რა უნდა იცოდეთ, რა გამჟღავნდება. მაშინ ნახოთ, გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. ჩემო კარგებო, პირველი და მეორე ვარიანტი აირჩიეთ. მოდი გავაკეთებ დასტებით, რომ აირჩიოთ დასტით. მაშინ ორი დასტა თქვენს წინაშე დევს, ორი დასტა, ასე გავაკეთებ, რომ ჩაედიოს. პირველი დასტა და მეორე დასტა. ორი დასტა, ჩემო კარგებო. რაღაცა არეტევა. პირველი დასტა და მეორე დასტა, ჩემო კარგებო. პირველი და მეორე დასტა. ეს არის პირველი დასტა. და ეს მეორე დასტა, ჩემო კარგებო. აირჩიეთ დასტა და ნახოთ რა ჩვენი გაშლის თემა რაც არის, ანუ რა უნდა იცოდეთ, რა გამჟღავნდება. მაშინ მე გადავდებ მეორე დასტას გვერდით და დავიწყოთ პირველი დასტით, ვინც აი ესეთი მწვანე დასტა აირჩია, ჩემო კარგებო. ნახოთ რა არის დაფარული ამჟამად თქვენთან, ვინც პირველი ვარიანტი აირჩია, რაზე აქვს საუბარი. რა არის დაფარული თქვენთან, თქვენს ცხოვრებაში, რა არის დაფარული. რა არის დაფარული და რა გამჟღავნდება. ნახოთ, რა არის დაფარული. ჩემო ძვირფასებო, აქ როგორი სიტუაცია. თქვენთვის რა არის დაფარული, ვინც პირველი ვარიანტი არჩია, შესაძლებელია თქვენს გარემოცვაში, თქვენს სამეგობროში, თქვენს საახლობლოში, ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა და ვისთანაც შესაძლებელია ამ მომენტისთვის ხართ რაღაც დაძაბულ ურთიერთობაში, შესაძლებელია იმ წრეში, სადაც ტრიალებთ, ხო? არის პიროვნება, ვინც თქვენ გაღიზიანებთ, ასე ვთქვათ, ვისთანაც რაღაც კონფლიქტური სიტუაციაში ხართ და შესაძლებელია ამ თემაზე თქვენს ზურგს უკან მიდის რაღაც ლაპარაკები, განსჯა, მსჯელობა, ერთი სიტყვით, თქვენს, არ ვიცი, შესაძლებელია ეს სამეგობრო წრე იყოს, სადაქალო, ხო? შესაძლებელია იყოს პირი, ვისთანაც ხართ ახლო ურთიერთობაში, ყოველ შემთხვევისთვის თქვენს დაფარულია თქვენთვის ის, რომ განიხილავენ თქვენს რაღაც პირად ცხოვრებას, პარტნიორულ ურთიერთობას. რა გახდება ცნობილი, შესაძლებელია არის პიროვნება თქვენს სანაცნობოში, ვისაც თვლით მეგობრად, შესაძლებელია იმ გარემოში ერთი სიტყვით, სადაც ტრიალებთ, ხო? აუცილებლად გამომჟღავნდება ის ფაქტი, რომ რაღაცას გატყუებენ, რაღაც ხდება ისეთი, რაც თქვენ გაზიანებთ და ეს ეხება თქვენს ძალიან ახლო გარემოცვას, თქვენს, არ ვიცი, ეს სამსახურის გარემოცვა თუ მეგობრები, ვისთანაც რაღაც ყოველდღიური შეხება გაქვთ და ვისთანაც შესაძლებელია რაღაც გულითადი საუბრებიც გქონდათ, მაგრამ რაღაც არის დაფარული, რასაც თქვენ ზურგს უკან განიხილავენ და ეს გამომჟღავნდება, ჩემო კარგებო, ეს ამას შესაძლებელია დააზიანოს როგორც თქვენი რეპუტაცია და რაღაც ერთი სიტყვით არის ვიღაც თქვენს გარემოცვაში თქვენთვის არაკეთილის მსურველი, ვისაც თქვენ შეიძლება შურს და მუდმივად მისგან ხდება რაღაც კრიტიკა, რაღაც ზურგს უკან თქვენზე მსჯელობა, რაღაც საკითხების გარჩევა, შესაძლებელია ეს პარტნიორული ურთიერთობაც იყოს, შესაძლებელია ეს თქვენი რაღაც პროფესიონალურობაზეც იყოს, რაღაც აქცენტი გაკეთებული, ერთი სიტყვით ყურადღებით იყავით ყველასთან, ყველაფერს ვილაპარაკებთ, მაინც და მაინც თქვენს პირად ცხოვრებაზე და თქვენს რაღაც სამომავლო გეგმებზე, ამას შესაძლებელია დაგაზიანოთ თქვენ
თქვენ შემოძვირფასებო, იმიტომ რომ აქ მიდის რაღაც ტყუილი და ტყუილი რაღაც ენის მიტან მოტანა და რომ თქვენ აი ამ მომენტმა შესაძლებელია თქვენ ჩაგაყენოთ რაღაც რთულ სიტუაციაში და რთულ ვითარებაში. ანუ მე მგონი მივხვდით რაზეც ვსაუბრობ, ხო? იმ გარემოცვაში სადაც ხართ და ვისაც თქვენ შესაძლებელია მეგობრად თვლით, შეიძლება იყოს პიროვნება, რომელიც ფარულად გემტერებათ, ასე ვთქვათ და რაღაც შურის მომენტი აქვს, შესაძლებელია თქვენი ნალაპარაკებელი სხვას მიუტანოს და თქვენზე ანუ თქვენზე მიდის ლაპარაკი ერთი სიტყვით სხვასთან კიდევ დამატებით. და ამ ყველაფერმა შეიძლება რომ გაგიფურჭოთ და გაგირთულოთ სიტუაცია და რაღაც გამოვა სიტუაციაში. აქ არის შემოკარგებო რაღაც შურის და რაღაც ინტრიგების მომენტი. პირველი ვარიანტი ვინც აირჩევთ ისე რომ დაუკვირდით ვისთან რას საუბრობთ, მაინც და მაინც ნუ იქნებით ყველასთან ყველაფერზე გულახდილი, თქვენს პირად გეგმებზე, პირად ჩანაფიქრებზე, ნუ ილაპარაკებთ ყველასთან, დაიტოვეთ რაღაც თქვენთვისაც საიდუმლოდ, იმიტომ რომ თქვენს გარემოცვაში პირველი ვარიანტი ვინც აირჩია არის პიროვნება, ვისაც ეს ყველაფერი არ სიამოვნებს, პირში შეიძლება სხვანაირად გელაპარაკებათ, მაგრამ ზურგს უკან თქვენზე საუბრობს აქტიურად და რომ იტყვიან ენას იფხას, ასე ვთქვათ. აი ეს არის თქვენთვის დაფარული და ეს შეიძლება გამჟღავნდეს შემოკარგებო. ეს იყო პირველი ვარიანტი. ნახოთ მეორე ვარიანტი, ვინც აი ეს დასტა აირჩია, შემოკარგებო. ნახოთ აბა თქვენთვის რა არის დაფარული და რა გამჟღავნდება. მეორე ვარიანტი ვინც აირჩია, რა არის თქვენთვის დაფარული და რა გამჟღავნდება. რა არის თქვენთვის დაფარული და რა გამჟღავნდება. მეორე ვარიანტი ვინც აირჩია. რა არის მეორე ვარიანტის მაყურებლისთვის დაფარული ამ მომენტში. და რა გამჟღავნდება. შემოკარგებო, მეორე ვარიანტი ვინც აირჩია. თქვენთვის რა ხდება აქ რა სიტუაცია შესაძლებელია რაღაც დიდი ხნის განმავლობაში იყავით რაღაც სასოწარკვეთილ მდგომარეობაში და უძრავ მდგომარეობაში, ასე რომ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც თქვენ ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი არ ხდება და დაძაბული რაღაც ნერვიულობაში, დეპრესიაში და თქვენთვის არის დაფარული ჯერჯერობით ის რომ აი ეს უკვე თანდათან ეს პროცესი უკვე დაიძრება, ის გაყინული ადგილიდან იძვრის და ხდება რაღაც ტრანსფორმაცია ამ მომენტში. ტრანსფორმაცია რაღაც სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში. თუ რაიმე აქამდე გულისწყენა გქონდათ, ეს ყველაფერი თითქოს წარსულში რჩება, თუ რაზეც იყავით გულდაწყვეტილი, გულნატკენი, ეს ურთიერთობა თუ ნებისმიერი რამ საკითხი, რაზეც ხართ გულნატკენი, ეს ყველაფერი თანდათან წარსულისკენ მიდის და ხდება ტრანსფორმაცია უკეთესობისკენ. რა გახდება სულ მალე ცნობილი, ну თქვენთვის ცნობილი რა გახდება ის შემოკარგებო და ზუსტად ის რომ რაც აქამდე იყო გაჩერებული და რაზეც იყავით გულდაწყვეტილი, ეს კიდევ გავიმეორებ, შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს ის რომ პიროვნულ ურთიერთობაში, ანუ სასიყვარულო ურთიერთობაში, სასიყვარულო სფეროში უკვე დიდი ხანი არაფერი არ ხდებოდა და რაღაც გულისწყენა ქონდათ პარტნიორისგან, ეს ყველაფერი წარსულში დარჩება, ვისთანაც რაღაც საქმეები, რაღაც საქმიანი სფერო იყო გაჩერებული, ეს ყველაფერი დაიძრება, გახდება ცნობილი თქვენთვის ის რომ თანდათან თქვენი სურვილები უკვე სამყარო უკვე იწყებს ტრანსფორმაცია ხდება და ხვდებით თანდათან იმას რომ ყველაფერი თანდათან გამოდიხართ აი ამ რთული სიტუაციიდან და შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს კიდევაც მამაკაცი, ხმლის მეფე მოგიტანოთ ამ პიროვნება სიხარული, სურვილის ასრულება, შესაძლებელია პიროვნება ვისგანაც გული ქონდათ ნატკენი ამ პიროვნებასთან, ვინც წარსულ ურთიერთობაზე და წარსულ პარტნიორზე ფიქრობთ და აგიბრუნდეთ შემოკარგებო და მოვიდეს რაღაც აღიარებით იმის რომ ბოდიშის მოხდით და შემოგთავაზოთ კვლავ რაღაც ახალი საწყისი, ახალიდან ურთიერთობის დაწყება. ერთი სიტყვით საკმაოდ კარგი პერიოდი იწყება და თქვენთვის ეს ყველაფერი თანდათან ნათელი გახდება. ნათელი გახდება ეს ყველაფერი და ფარდა აიხდება. უკაცრავად.
კი, ვისაც ურთიერთობაში ხართ გულნადგენი და ურთიერთობა რომ შეიძლება რაღაც დაპაუზებული იყოს დიდი ხნის მანძილზე, სურვილი გისრულდებათ ჩემო კარგებო, პარტნიორი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, პარტნიორი შესაძლებელია ეს იყოს ყოფილი პარტნიორი, რომელთანაც რაღაც ახალი ეტაპიდან დაიწყება ურთიერთობა და ზოგიერთთან შესაძლებელია ის იყოს სრულად ახალი პარტნიორი, რომელიც ჯერჯერობით ამ მომენტისთვის შეიძლება თქვენ არ იცოდეთ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება პიროვნება, რომელიც არის თქვენი დაინტერესებული, რომელიც შესაძლებელია რაღაც ფარულადაც გადევნებთ თვალს და რაღაც წინადადებას მიიღებთ. ჩემო კარგებო, ერთი სიტყვით პარტნიორულ ურთიერთობაში ვინც ხართ გულდაწყვეტილი, გაიგებთ იმას, რომ არის თქვენს სივრცეში პიროვნება, ვინც თქვენთ არის დაინტერესებული და მისგან რაღაც წინადადებას მიიღებთ. ჩემო კარგებო, და ვინც ყოფილი პარტნიორთან ელოდებით რაღაც ყოფილი პარტნიორის დაბრუნებას, იქნება მისგანაც რაღაც შემოთავაზება იმის, რომ რაღაც ახლიდან დაიწყოთ ყველაფერი. ერთი სიტყვით, მეორე ვარიანტს. ტრანსფორმაცია მიდის ამ მომენტში თქვენს ცხოვრებაში და ეს შეიძლება თქვენ ამას შეიძლება ამ მომენტში ვერც გრძნობთ, მაგრამ უკვე დაწყებულია ეს პროცესი და ძალიან მალე ეს ყველაფერი თქვენთვის გახდება ცნობილი. აი ასეთი იყო მეორე ვარიანტისთვის ეს გაშლა. მადლობას მოგახსენებთ ნახვამდის. გამომეხმაურეთ ჩემო კარგებო, ძალიან